თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. ერდოღანის მომხრეები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მოსახლეობის ნაწილი კი ქვეყანაში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია. ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნის დაზარალებული ტურიზმი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქეთი ჩოხელი დეტალებით. თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებს. მთავრობა ამბობს, რომ ეს ზომები აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების ფეთჰულა გიულენის მომხრეებისგან გასაწმენდად. საგანგებო მდგომარეობა თურქეთის პრეზიდენტსა და მთავრობას უფლებას მისცემს კანონმდებლობაში ცვლილებები პარლამენტის გარეშე მიიღონ. ჩვენი რეკომენდაციით მივმართავთ მთავრობას გამოცხადეს საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის 120 მუხლის შესაბამისად, რომ ჩვენ შევძლოთ სწრაფად და ეფექტიანად გავუმკლავდეთ ტერორისტული ორგანიზაციის ყველა ელემენტს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ტერორისტული საფრთხე. ეს ზომა აბსოლუტურად არ არის მიმართული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. პირიქით, მისი მიზანია ამ ღირებულებების დაცვა და გაძლიერება. ერდოღანის სიტყვით გამოსვლას ანკარას ცენტრალურ მოედანზე მმართველი პარტიის ათასობით მხარდამჭერი ადევნებდა თვალს. თურქეთის პრეზიდენტის მომხრეები მის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. რადგან ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ესე იგი ეს საუკეთესო ვარიანტია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მისი ხელმძღვანელობით ამ რთულ პერიოდს გადავლახავთ. ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გვაშფოთებს, თურქეთში ცხოვრება გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველა საჭირო ზომას მიმართავს. ჩვენ მას ვენდობით. ჩვენ მის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ჩვენი ერი ამას გადაიტანს. არაერთგვაროვანია ანკარას მცხოვრებთა მოსაზრება. 45,000-ზე მეტი ადამიანის დაკავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ქვეყანაში შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობით შეშფოთებულია. ფიქრობ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს თავისუფლება. ჩვენ ალბათ ახლა კიდევ უფრო შეგვეზღუდება უფლებები. ხელისუფლების ძალაუფლება კი გაიზარდება. ადამიანები საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლებენ. 16 ივლისს თურქეთში განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ქვეყნის ტურიზმი კიდევ უფრო დააზარალა. წინასწარი გათვლებით მხოლოდ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ 2016 წელს ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავალი 8 მილიარდი დოლარით შემცირდება. ტურიზმის ინდუსტრიისთვის ამბოხის შედეგად მიყენებული ზარალი კი ჯერ უცნობია. ისრაელთან და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ჩვენ წელს ამ ქვეყნებიდან ტურისტებს ველოდებოდით, თუმცა ისინი დავკარგეთ. სტამბოლში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ირანის მოქალაქეებსაც კი ეშინიათ ჩამოსვლა. სტამბოლის ტურიზმმა შემოსავლის 50% დაკარგა. შევამცირეთ ფასები. თუ გასულ წელს 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ფასი 100-130 евро იყო, ახლა 40-50 ევროა. ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ავიაკომპანია Turkish Airlines-ისთვის. კომპანიის აქციების ფასი 2016 წელს 25%-ით დაეცა.